თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი წელსაც გაიმართა და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში მონაწილეობდნენ 2007 წელს დაბადებული ბავშვები. გამარჯვებულებს მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ. დაწესებული იყო სპეციალური პრიზი საუკეთესო მეკარისთვის. თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტურნირი 1986 წლიდან ტარდება. წელს კი საიუბილეო თარიღია. თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტურნირი არის ტრადიციული, შესანიშნავი აღზრდელი იყო და ბევრი ახალგაზრდა მოწყვიტა ქუჩას, როცა მოხდა ტრაგედია და ის დაიღუპა, მისმა აღზრდილებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ მის სახელობის ტურნირი და გაგრის სპორტულმა საზოგადოებამ და მათ მიერ აღზრდილებმა ჩაატარეს ეს ტურნირი, რომელიც მერე იქცა ტრადიცია. წელს არის საიუბილეო თარიღი, 30 წელია ტარდება ეს ტურნირი. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ღვაწლი, მათ მიერ არის ორგანიზებული ეს ყველაფერი, ახალგაზრდობის სპორტულ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეაქვს და ჩვენი სახელოვანი თანამემამულის ხსოვნის საპატივცემულოდ ჩატარებული ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთის პოპულარიზაციას უწყობთ ხელს, უამრავი ტურნირები გვაქვს. ჩვენ დაგეგმილი არის გოგა სიჭინავას ტურნირი, არის ვიტალი დარასელიას ტურნირი, არის ნიაზ ზიაფშიპას ტურნირი. ყველა ვინც აფხაზეთელი ფეხბურთში მოღვაწე ხალხი ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან ყველას ვიხსენებთ. ვიცნობდი და სოხუმის დინამოში ცოტა ხნის პერიოდში ერთად მოგვიწია ყოფნა ეს მეორე ლიგაში გამოდიოდა მაშინ სოხუმის დინამო და სადღაც ერთი წელიწადი ჩვენთან ერთად იყო და ურთიერთობა ჰქონდა კარგი, უდიდესი პიროვნება იყო და წარმატებული მწვრთნელი გახდა მერე. და ბევრი კარგი ფეხბურთელი აფხაზეთში მან აღზარდა. ძალიან მიხარია რომ ვიცნობდი მას და ეს ტურნირი სულ ტარდება. ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვაპირებ რომ მომავალში გავხდე ფეხბურთელი და ჩემი საქართველოს ვასახელო. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მნიშვნელოვანია რომ ბევრი ვივარჯიშო. მე მინდა რომ ჩემი საქართველოს ვასახელო. დღე და ღამე ვივარჯიშებ. თამაზ კუჭუხიძე 1953 წლის 27 თებერვალს ქალაქ გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ გაგრის კოლხიდის საშუალო სკოლა. იგი ბავშვობიდან გატაცებული იყო ფეხბურთით. 1972-1973 წლებში თამაშობდა ქუთაისის ტორპედოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. შემდეგ იყო სოხუმის დინამო. 1972 წელს ჩაირიცხა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და იყო საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მონაწილე. საფეხბურთო კარიერის დასრულება ნაადრევად მოუხდა. 1975 წელს მეკარე თამაზ კუჭუხიძემ მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა მთელი ცხოვრება ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას მიუძღვნა.